საგაუმშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ჩვენ ვიწყებთ მისტერ ვალენტინი 2017-ის ფინალურ ეტაპს. სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები. რომლებმაც გაიმარჯვეს თავიანთ რეგიონებში და ახლა ჩვენთან თბილისში ჩამოვიდნენ. დნენ და აქ დაამშვენებენ კონკურს. რსს. ოდესმე მათი ლაპარაკს. აბატიეთ აღარ დავარგოთ გენდერულ თანასწორობას გზავნით. კონკურსში მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს ტექნიკის სახლი ნესტან ტექნიქსი დააჯილდოვებს 5000 თეთრიანი ვაუჩერით. ავტოსალონი გუჯა მოტორსი მეორე ადგილზე გასულს თავაზობს ბიზნეს კლასის ავტომობილით 1 საათიან გასეირნებას თბილისის ქუჩებში. ხოლო პირველ ადგილზე გასული კი მიიღებს ვაკეში მშენებარე 9 სართულიან კორპუსში ახალ გარემონტებულ ბინას მე-16 სართულზე. მე-15 სართულზე. მაშასა ჩვენი პირველი კონკურსანტი მისტერ ემიგრანტი. ეხლა კი გადავინაცოთ მწვანე ოთახში. მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით მეგობრებო აბსოლუტურად ყველას და ჩვენს წინაშეა პირველი კონკურსანტი, რომელსაც მე გავესაუბრები. რატომ გადაწყვიტეთ მისტერ ვალენტინობა? Hello everybody, ყველას მე ახლა ვცხოვრობ in Israel. I was born in საქართველოში გზეთა 1932. Next მე უიხარ в Америку, там я writing, singing, много sing. მე ვიღებდი მონაწილეობას ბევრ კონკურსებში, სამწუხაროდ მინდა რომ გავხსნე. Now in did you know what I mean? Do you see? Did you and მე მინდა რომ აქ საქართველოში მოვახდინო ჩემი ნიჭის realization. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. Did you understand what do you mean? რაც თქვი, ანუ ეგ არის. დიახ, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ, შეგიძლიათ მიბრძადეთ. აქედან მისტერ ემიგრანტი. გამარჯობა. დღეს რას წარმოგვიდგენთ? Сегодня мы выберем sing, который я написал myself, and text, lyrics and კი ბატონო. გთხოვთ. She's scared. She's scared. Well, I'm the witness. I'm the fire. Your desire. Well, I'm the witness. I'm the fire. Your desire. მადლობა, ეს იყო მისტერ ემიგრანტი. ეხლა კი ჩვენის შემდეგი კონკურსანტი მისტერ ქართლი. გადავინაცვლოთ მწვანე ოთახში. კი, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ახლა და მაინტერესებს რა საყიოთ მოგების შემთხვევაში. მოგების შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ წაგების შემთხვევაში მაგრა დაგერხევა ჯიგარო რა. ყველადაც შედათორე ხა, ორგანიზაციები, კორები თუ ისინი უკვე კარგით. თქვენ ჩაცმულობაზე ვინ იზრუნა? ჩემ ჩაცმულობაზე ბანკეტის ჩაცმულობა მიზრუნა 20 წლის მქონდა, ეხლა პატარა გემეჭერს, მაგრამ კარგი, გაიგე მორგებული მაქვს თავისებურად და კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მინდა წარმატებები გისურვო და მინდა მიმართო ხალხს იმისათვის, რომ მე არ დამეთხეს, ძალიან გთხოვთ კონკურსაც დაუმესო. ხო და ნომერიცა რა, დარეკე, ნომერისა 20-21-22 რა, ანუ არ დაგაბეჭდეთ 20-21-22 რა. 20-ით იწყება და 22-ზე თავდება რა, შუაში 21 არის რა, ანუ 20-21-22. გამოუშვით რა, მე დარეკეთ, ვიცა ხარ, დაცა ხარ. ძალიან დიდი მადლობა. გავიდე, გავტრასო. გელოდებიან სცენაზე.
წინაშეა მისტერ ქართლი. ბეჭო, ვენა ჩამე. ვენა მეკედა. ბეჭო, შენა და გალეტო თავზე ეგრება. მაშასეს შემდეგი კონკურსანტი მისტერ ქუთაისი. ვნახოთ რა ხდება მწვანე ოთახში. როგორც მივხვდით თქვენ მისტერ ქუთაისი, ხო? გამარჯობათ, არა ჩემო დაია. გეშლება, ანუ მისტერ ქუთაისი არის ჩემი ძმაკაცი. ჭყუტაია რა, გაგიგიათ. ალბათ და просто არ ეცალა მაგას ახლა და გამომიშვა რა, ხო ხტები ძმაკაცია და მენდობა რა და წამევედი მთხოვა და აი პრობლემა რა მე? პრობლემა. არა. რა ვიცი. იგი რა, აი კამერა ქონია, თვითონ უკვე შეხედა ჩემი, მოდი რა, მოდი. კამერა. მოდიშ გიხდით ტექნიკური ხარისხისთვის ჩვენს ქუთაისელ კონკურსანტს მეგობრები ახდენ და ოპერატორის კამერა დაალომბარდეს. ახლა კი შევეგებოთ მისტერ ქუთაის. ეს ფიჯო მოდი. ესე მოდიში უკაცრავად ესენი ვინ არის? აგინდა ბიჭი შენ არ მითხარი მაღალი სიმპათიური ბიჭი უნდა იყო? მერე? მერე ეგია მაღალი ეგია სიმპათიური და ბიჭი კი ვარ მე აგინდა აღარ და ჩვენს მოგიბლას რით აპირებთ? უნდა ვიცებოთ საცხოვანი ცევა. გთხოვთ. გიბრუნდით. მოგწანდით. აი ეს არის ჩვენ შემდეგი მონაწილე. ჯერ სად შემოყავ შენ ოთახში გაესაუბრე ჯერ. ჩემ ოთახში რანაირად გავესაუბრო და გავიწარო ლომბარდშია კამერა. კარგით მე დაგიტოვე ჩვენ შემდეგ კონკურსანტს. გამარჯობათ. გაქვთ გამარჯვების იმედი? იმედი როგორ არ მაქვს, მაგრამ აი საშინლად არ მინდა რომ ამ არა ქართულ კონკურსში გავიმარჯვო, იცი? ეს სად არის? ქართული სული სად არის? მიმოიხედეთ ხალხო, სად არის ქართული სული? აი, კიდევ კარგი რომ ჩემი წამოვიღე, იცი? ეს უ ქართული სულია, დაადე. ამხსოვს შეეხეთ ამდენიც აი გეხები ეწებით რანაირს ვალენტინობას რატო დაამთხვიეთ საერთოდ გეკითხებით აი ქართული დღესასწაულები არ გვაქვს კორკოტობას გავაკეთოთ ხალხო ჭია კოკონობას გავაკეთოთ ეს კონკურსი არ შეიძლება აი ძალიან კი ბატონო მე ძალიან გავბრაზდი თქვენზე იცი ხა მე წავალ და ჩემი წინაპრების ძლები დამეკავებინოს პირში მე თუ აქ ფეხი დავდგა საერთოდ თქვენი მე არ გაგზანდებოდი ახლა რეჟისორმა მაუწყა რომ მწვანე ოთახის კამერა ადგილზეა და შეგვიძლია იქ გადავინაცვლოთ. სადაც სულ მოუთქმელად გველოდება ჩვენი შემდეგი კონკურსანტი მისტერ ფოთი. დიახ ჩვენ გიბრუნდებით ისევ ერთ-ერთი ეს თავზე რა გაქვთ უკაცრავად? ეს ფოთში მისტერ ვალენტინი მოვიგე და მაშინ დამადგეს თავზე. კი. და ხამსას გვირგვინი რატომ გაქვთ თავზე? ეს ჩვეულებრივი ხამსა კი არ არის ქალბატონო, ეს არის მისტერ შავი ზღვა, ეს არის მისტერ პალიასტომი და ეს არის მისტერ იონი. ეს დანარჩენები პროსტა პლიაზე ჩამეზინა და მაშინ მიმეწება. კი, მიმეწება. კარგით მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ და შეგიძლიათ მიბრძანდეთ სცენაზე. მადლობთ. მაშასე მისტერ ფოთი. გესანიეგიეს. ხო, რა მაინტერესებს თქვენთან ახლა ისა გამარჯვებულზე პრიზი არის საგზური რამე? კი, საგზური იტალიაში. აი ახლა რა არის იცი მე მგზავრობა მწყენს და პირდაპირ ფული რომ მომცეთ ისე არ იქნება ვითომ? არა, ბატონო, პრიზი. კარგით, მაშინ არ მინდა მე წავედი მისტერ ფოთობას მეყოფა. წავედი. კი, წავედი. და შემდეგი კონკურსანტი ხავთ მივესალმოთ მისტერ ლოტკინი. Ekşi oğul sitsi la otkini do. Otkini ki ara laketili ya. დიახ მოგესალმებით თუ შეიძლება უკეთ წარმოგიდგეთ. გამარჯობათ მეო ლაკეტილოვი აბოეზა. და მე მინდა ოჩემი უბანი ჩემი კორპუსი სადაც მე ცხოვრობ. მე 12 კორპუსის მეორე სადალბაზოს ცხოვრები ყველა ჩემი მაგალი ძმა და მაგალი მეგობარი გავაცნო მთელს ქვეყანას და მთელს სოფლიოს ცოტა ჩაწია რა დაიკო რა
გავაცნო თემ სოფლიომ გაიცნოს კარგი, ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ, გთხოვთ მიბრძანდით სცენაზე. რა სცენაზე შენ ხო აწუილებთო? რა სცენაზე ავიდე, ვერ გავიგე. მე სცენაზე ავალ, რა ისე გავაკეთოთ ეგ გამბავი პრობლემა არ იყოს რა. აი მე სცენაზე გეულდებიან, უნდა წაბრძანდეთ. მეთქი, ჩემო დაიკო რა სცენაზე რა. ბატონო აბრეს იქნებ დაგვიბრუნდეთ, სცენაზე მოხვიდეთ. მე მესმის თქვენი ძალიან კარგად პარა. რა მოვა რა სცენაზე რა. მიხედე ახლა რა პრობლემა ხო არ იყო მანამდე და. თქვენ უნდა წაბრძანდეთ სცენაზე თუ აუცილებლად. რა მართლა რა. ნუ გატო რა საქმე შენ. ვინაიდან მისტერ ვარკეთილმა უარი განაცხადა სცენაზე გამოსულიყო, მივეგებოთ შემდეგ მონაწილეს, მისტერ სურამი. მოგესალმებით ყველასას, უყენას აბსოლუტურად. მოგესალმებით. ზედმეტი წონა ხო არ გაქვთ თქვენ კაცრავად? ეგრე არ არის ჯიგრის ლომო რა. თავარი აქა წონა და გარეგნობა კი არ არის, თავარი არის გონებრივი შესაძლებლობები და ინტელექტი, გაიგე? გასაგებია ესე იგი. რა თქვი ბოლოსა? ინტელექტი. ეგ არის თავარი. კი ბატონო. მე დედასმიცა ვარ, სულ მეუნები ხომე ჩემ თავსა რომ მამუკა, შენ ამ სუქანი რო ხარ ძმაო, ეგ არ არის პრობლემაი. თავარი არის გონებრივი შესაძლებლობები. გაიგე მამუკა? მოდი მინო, მომისმინე ერთი წუთი და მე წადი და გააკეთე ეგ საქმე. მამუკა მინდა, კი არ გაიგონებ საქმე, გაიგე. კარგი, სახეზეა. მიბრძანდით გეულდებიან სცენაზე. წარმატებებს გისურვებთ. მაშასე მივეგებოთ მისტერ სურამი. დიდი მადლობა. ახლა კი ყველა მონაწილეს გთხოვ სცენაზე. შალომ შებელი ისრაელი. აბიკა გუგანაზე, სურამი. უბი პაპა კუპაისი. ბუკო შავალასლე, კატოე. რა შურდა იაპონი? ჩვენი კონკურსი დასასრულს მიუახლოვდა, რომელსაც დახურავს ჩვენთვის ყველასათვის უსაყვარლესი მომღერალი მარიკო ლეჟავა.